დაადგა და თვითონ დაარსა თავისი კომპანია. მაგის შემდეგ წლების განმავლობაში უკვე თან დახვეწა даже რამოდენიმე კონკურსიც კი გაიმარჯვა მაგისმა პიანინომ. და როიალთან პარტიებსაც უშვებდა რა. დაახლოებით რამოდენიმე 1000 წელს უშვებდა უკვე მოძლიერდა რასაც ქვია. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა. ხო, მეორე მსოფლიო ომამდე სახელმწიფომ შესთავაზა როგორ იცი რომ დაავალა თვითფრინავის პროპელერები დაემზადებინა ხისგან. და პროპელერებს უშვებდა რა და ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხო, მაგისი ქარხნები გადაამზადეს სამხედრო იმეებისთვის. სამხედრო ტექნიკისთვის რა, პიანოების მაგალითად სამხედრო ტექნიკას ამზადებდნენ.